ასე რომ ტეიტის სიტუაცია უფრო საინტერესო ხდება. ეხლა ხან სასამართლოს ლომიდან გამოვედი და ისინი ჯერ კიდევ აქ დაკავებაში არიან. ეხლა პრეს-კონფერენცია მიმდინარეობს და ეს არის უახლესი ინფორმაცია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ისინი უნდა დარჩნენ დაკავებაში და ყველაფერი ისე უნდა გაგრძელდეს, როგორც არის. არ ვიცი, იზოლირებულ საკანში 23 საათი დღეში კრიმინალებთან, მკვლელებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა, როდესაც დაცვის მხარე ითხოვდა, გთხოვთ მოგვაწოდოთ რაიმე მტკიცებულება, რაიმე, რაც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, დაცვის მხარე ამბობს, რომ არ ვიცით, არ გვაქვს სრული მასალა და შეიძლება 60 დღე დასჭირდეს, სანამ რაიმე ინფორმაციას ან სრულ პაკეტს მივიღებთ. და შემდეგ დაცვის მხარე მიიღებს მას. ენდრიუ ტეიტმა ზუსტად იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან ის სოციალურ მედიაში ისეთ სტრატეგიას ატარებდა, რომელიც თითქმის გენიოსურია. იმისათვის, რომ ხალხი დაარწმუნოს, თითქოს ეს ყველაფერი ერთი დიდი გამოგონებაა, ერთი დიდი მთავრობის კონტროლია, რომელიც ცდილობს ხალხის გაჩუმებას და მათთვის სიტყვის თავისუფლების დართმევას. და რა თქმა უნდა, არსებობს იმდენად ბევრი თამამძიმებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რაც ენდრიუ ტეიტმა თქვა და გააკეთა, რომ თითქმის ამართლებს მის დაპატიმრებას. მაგრამ ციხიდან, ან შესაძლოა მისი სოციალური მედიის გუნდი ციხის გარედან ავცერობს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ექვემდებარება ის ყველაზე საშინელ პირობებს და რამდენად არაადამიანურია ეს ყველაფერი. და ის ასევე აქებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის ციხესთან დგანან პლაკატებით და მას უჭერენ მხარს, მიიჩნევენ მას უდანაშაულოდ. ეხლა საინტერესოა, რადგან ჩვენ რეალურად გვაქვს მტკიცებულება მის შესახებ ციხის გარედან. კარგი, უყურეთ ამ ვიდეოს ერთი წამით. ფანმა გადაიღო ციხა და აქ ხედავთ ენდრიუ ტეიტს. ანუ ისევ ეს არ არის საუკეთესო ვიდეო, მაგრამ ამ ვიდეოში როგორც ჩანს ის აიკიდოს ვარჯიშობს, რისთვისაც ყველა ულოცავს მას, მაგრამ აი ის არის აქ. აქ არის ენდრიუ ტეიტი და მართლა საინტერესოა დაფიქრდე იმაზე, რომ ეხლა ისეთ დროს ცხოვრობთ, როცა ადამიანები ციხის გარედან პატიმრებს იღებენ, ხომ ასეა? ეს ხომ სიგიჟეა. მაგრამ უფრო მეტიც, ენდრიუ ტეიტი ეუბნება ამ ხალხს, რომ გამოვიდნენ გარეთ პლაკატებით, რაც თავისთავად საინტერესო ამბავია. კიდევ ერთი ვიდეოა, სადაც ის შეანიშნეს, მაგრამ ის, რასაც ენდრიუ ახლა ცდილობს, არის ის, რომ გამოიტანოს თავისი პოპულარობა, შესაძლებლობები და ცოდნა, რათა საჯარო პერსონად წარმოაჩინოს თავი, რადგან ის უბრალოდ არსაიდან არ გამოჩენილა. მას აშკარად ჰქონდა ძალიან ჭკვიანური და ეფექტური სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც უცებ ყველგან გამოჩნდა თავისი ვიდეოებით, სკანდალური განცხადებებით და ასე შემდეგ, სანამ საბოლოოდ არ გახდა უზარმაზარი მეგავარსკვლავი. მაგრამ ინტერნეტში მის შესახებ იმდენი მტკიცებულებაა, რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა. მაგრამ მან თავისი დაპატიმრებით წარმატებით შექმნა დებატი იმის შესახებ, არის თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება მის წინააღმდეგ და ის უბრალოდ ამ თემას აძლიერებს. გულისხმობ, შეხედეთ ერთი წამით მის X ანგარიშს, ხომ ასეა? ეს არის ის. მერვე დღე სპეციალურ საცხოვრებელ განყოფილებაში. ეს არის სასჯელ აღსრულებითი განყოფილება ყველასთვის, ვინც თავის კამერალებს კლავს. არანაირი კომისია, არანაირი სატელეფონო ზარი, არანაირი ეზოში გასვლის დრო. ყველაზე მძიმე პირობები, რასაც აშშ-ის მთავრობა ტერორისტებსა და ფსიქოპათებს თავაზობს. მე უდანაშაულო ვარ, სანამ დამნაშავედ არ დამამტკიცებენ. ექსტრადიცია ჩემთვის დასრულებულია. მე უცხო ქვეყნის მიერ ვარ ძებნილი. მე ამერიკის მოქალაქე ვარ. რატომ ვარ აქ? ხომ ასეა? კარგი. და ის აქ არის. მე 7 დღეს მე სპეციალურ საცხოვრებელ განყოფილებაში ვარ. ყოველდღიური 1 საათიანი ვარჯიშის უფლება მხოლოდ 2-ჯერ მომცეს. 5 დღის განმავლობაში ჩემი კამერის გარეთ არ გავსულვარ. 24 საათი იქ ვიყავი. სრულიად უყურადღებოდ, მცველიც კი არ მინახავს. ეს ხომ არალეგალურია? განა, ჩემი 1 საათი ეზოში სავალდებულო არ არის კანონით. მე 7 დღე წარმოსახვითი. ის აქ გადის და აქვეყნებს მე 6 დღეს თავის გამოცდილებას ციხიდან და რაც ფავარია, აკეზებს იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორია. ტეიტის სიტუაცია უფრო საინტერესო ხდება. ეხლა ხან სასამართლოს ლომიდან გამოვედი და ისინი ჯერ კიდევ დაკავებულები არიან აქვე. მიმდინარეობს პრეს-კონფერენცია და ეს არის უახლესი ინფორმაცია. ნიშნულოვანია იცოდეთ, რომ ამბობენ, რომ ის ციხეშია, სინამდვილეში ის დაკავების ცენტრშია, რის გამოც შეგიძლიათ დაინახოთ შიგნით, რადგან ჩვეულებრივ ციხეებში ამას ვერ შეძლებდით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ისინი უნდა დარჩნენ დაკავებაში და ყველაფერი ისე უნდა გაგრძელდეს, როგორც არის. ისინი უნდა იყვნენ, არ ვიცი, იზოლატორში 23 საათი დღეში კრიმინალებთან, მკვლელებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თითქოს საზოგადოებისთვის საშიშები არიან. თუმცა, როცა დაცვის მხარე და აქვე არიან ადვოკატები, ამბობდა, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რაიმე მტკიცებულება, რაიმე რაც დიდმა ბრიტანეთმა მოგვაწოდა. დაცვის მხარე ამბობს, რომ არ იციან, არ აქვს სრული მასალა. შეიძლება 60 დღე დასჭირდეს, სანამ რაიმე ინფორმაციას და სრულ მასალას მივიღებთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ამას დაცვის მხარე. აბა, როგორ უნდა გააპროტესტონ ისინი იზოლატორში ყოფნა და დაკავება? როგორ შეუძლიათ მივიდნენ დაკავების მოსმენაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს? გულისხმობ, ჩვენ საკმარის მტკიცებულება გვაქვს, შეგვიძლია წამში ვაჩვენოთ. ვიდეოები Milk-Top Bar TV-ს მიერ გაკეთებული კომპილაციები, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა რამ, რაც მან თქვა, მათ შორის ისიც, რომ აღიარა ადამიანების გაუპატიურება და თქვა, რომ მათ ეს მოეწონებათ, მაგრამ მხოლოდ ის არ არის ციხეში. ის ციხეშია თავის ძმასთან, Tristan Tate-თან ერთად, რომელიც ბევრ შემთხვევაში თითქმის ისეთივე პრობლემურია თუ არა იგივე დონეზე, მაგრამ აშკარაა რა სტრატეგიაც აქვთ. ეს
არის მედიის ჩართვა და საკმარისი ზეწოლის შექმნა. თითქოს აპელაცია იმაზე, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება. ამას აზრი არ აქვს, ისინი უბრალოდ ცდილობენ რაღაცას, მათ გააყალბეს ეს და ასე შემდეგ. ფეის კიდევ არწმუნებს ხალხს, რომ გამოვიდნენ გარეთ პლაკატებით, მაგალითად, ტეიტი ჩვენი გმირი აქ, ხედავ ჯი ხო ასეა. ის ასეთ რაღაცებსაც კი აქვეყნებს ციხიდან, უყურეთ ამ კაცს. კარგი ხალ ამჟამად იმ ციხის გარეთ იმყოფები, სადაც ენდრიუ თეიტი ყავს დაკავებული. და ძმაო, აქ არავინ არ ჩანს, ძმაო, არც ერთი ადამიანი. გულისხმობ, მართალია წვიმს, მაგრამ ძმაო, არც ერთი ადამიანი, პლაკატი, პროტესტი, თან რამე მსგავსი ბიჭებო, შეხედეთ ამას. დაწმუნებული ვარ, ზუსტად იქ ზემოთაა ერთ-ერთი ამ შენობებიდან. წვიმა ძლიერად მოდის, მაგრამ აქ არავინია. ნახდება. გულისხმობ, არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობ. შეიძლება ტეიტი თავის მილიონი tweet-იდან რომელიმეში, ციხიდან ან მისი სოციალური მედიის გუნდისგან, როგორც უკვე ვთქვით, ამტკიცებს, რომ ხალხი გარეთ დგას და აპროტესტებს ამ სიგიჟეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს მათი სტილია. მან სცადა საზოგადოებრივი ზეწოლის შექმნა, რადგან აცნობიერებს, რომ როგორც საჯარო ფიგურას, დიდი ბრიტანეთი ცდილობს გამოიყენოს იგი მაგალითად იმისა, თუ რა მოხდება თუ ინტერნეტში გიჟურ იდეოლოგიებს გაავრცელებ. ეხლა უბრალოდ შეგახსენებთ, კარგი, რადგანაც ფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. დიდ ბრიტანეთს აქვს ისტორია იმისა, რომ ყოველთვის არასწორ ადამიანებს აპატიმრებს. აგი, მე არ ვარ იმ გუნდის მხარეს, რომელიც ფიქრობს, რომ ენდრიუ ტეიტი კარგი ადამიანია. მე ვფიქრობ, რომ ის საზიზღარი ადამიანია, საზიზღარი იდეოლოგიებით. თუმცა, დიდი ბრიტანეთი ძალიან მარტივად აპატიმრებს ადამიანებს, რომლებიც სოციალურ მედიაში რაღაცას ამბობენ. მაგრამ როგორც ჩანს, რეალურ გამოუპატიურებლებთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა აქვს. და ვფიქრობ, ხაოდ ამ არგუმენტითაც კი ინტერნეტში სათმაოდ ბევრი სივრცეა იმისთვის, რომ ხალხი დაობდეს, ნამდვილად აქვს თუ არა ტეიტს პრობლემები და რეალურად პრობლემურია თემურია თუ არა ის თუ არა. ეხლა მე მაქვს ჩემი საკუთარი ვიდეოები, რომლებსაც უყურებდი და ჩემთვის ეს ქმნის განცდას, რომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს თუ არა მათ რეალური მტკიცებულება. ნამდვილად არის რაღაც, რის საფუძველზეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტეიტი უბრალოდ უდანაშაულო და მშვენიერი ადამიანი არ არის. ანუ უყურეთ ამას და მითხარით, რას ფიქრობთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მან მთელი ვიდეო გადაიღო, ის 3 საათი და 21 წუთი გრძელდება. მას თითქმის 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელახლა უყურა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სხვა პლატფორმებზეც უყურეს. და მან მთელი ვიდეო გადაიღო იმის შესახებ, თუ რატომ დააკავეს, ასე რომ ის ამ ყველაფრისთვის უკვე კარგახანია ემზადებოდა. არა მხოლოდ სოციალური მედიის სტრატეგიაა, ძალიან ნათელი, არამედ არსებობს ვიდეოც დაახლოებით 3 საათის, სადაც ხსნის, რატო არის სისტემა ასეთი კორუმპირებული. ანუ აშკარაა, რომ მან იცოდა ეს რომ მოხდებოდა. მაგრამ მოდი ცოტა ხნით ცრისტანს დავაკვირდეთ, უბრალოდ მოусმინოთ, რას ამბობენ ისინი. მოგიყვებით რაღაცას ამ სიგარის შესახებ. ეს ისეთია, როგორც ძალიან ლამაზი ქალის ქალწულობის სართმელი. მე მაქვს ეს გამოცდილება და სხვას აღარასდროს ექნება მისი მიღების შესაძლებლობა. ცხადია, ქალწულობის წარსმა არ ხდის დამნაშავედ, მაგრამ ასეთი ვიდეოები გვახსენებს იმ ტიპის მენტალიტეტს, რაც ამ ადამიანებს აქვთ. ეს ცოტა უკეთესია, მაგრამ ნამდვილი სიამონება იმაშია, რომ ვიღაცა სხვასაც მოუნდებოდა ამის მიღება. ეს ვულგარულია, ისინი ვულგარულები არიან, ეს კაცები ვულგარულები არიან, ანუ მოусმინეთ ამას, ეს საერთოდ გიჟია. მე ცუდი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ რაც უფრო არ მოგწონდა, მით უფრო მომწონდა მე. მიყვარდა როგორ გეზიზღებოდა ეს აღმაგზნებდა. რატომ არ ასეთი? რატომ? სექსის დროს მან ხელი ყელზე მომიჭირა და ისე დამახჩო, რომ გონება დავკარგე. მაგრამ როცა გონება დამიბრუნდა, ის ისევ სექსს აგრძელებდა ჩემთან. ხედავთ, ბევრი ადამიანი ამას პრობლემურ მოვლენად მიიჩნევდა. მე ამ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში კაცი ვარ. ზოგჯერ გავიწყდება, რამდენად გაგიმართლა. გაგიმართლა, რომ მე დაგძრია. გირჩევნია დაგიჭირო და გაგაკეთებინო ის, რაც არ მოგწონს, თუ გირჩევნია, რომ ეს არ მოგწონდეს. ვფიქრობდი, რომ რაც მინდა, იმას გაგიკეთებ. აი ეს არის, მე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვარ. ამ პლანეტაზე. და შემდეგ დღეს ჩემი თვალის თეთრი ნაწილი მთლიანად გაწითუდა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ხშირია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, ანუ იცით, მის შესახებ სწორედ ასეთ ვიდეოებს ხედავთ, ხო ასეა? და როგორც თქვით, რის ტანიც არის. ის ოლივია, იესო ქრისტე. მე ვიყავი მეორე მამაკაცი, ვისთანაც მას ოდესმე სექსი ქონია. ლამაზი, დიდი, ბუნებრივი მკერდი, ძალიან აყვარელია. კაცო მას ყოველ წამს თქიოდა, როცა ამას ვაკეთებდი, მაგრამ მე კარგად გძნობდი თავს, ასე რომ ვის აინტერესებს. ეხლა ისევ, ესეთი ქედმაღალი ძმებიც არიან, რომელთა მთელი პერსონა ესეთია. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ყველაზე საშიშები. ამიტომაც უყვართ ასე ტრაბახი. ასე რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს მართალია. მაგრამ ეს არის ის ტიპის კონტენტი, რომელსაც ისინი ინტერნეტში ავრცელებენ. და ეს არის ის ხედვა, რაც მათ აქვთ არა მხოლოდ ქალებს, არამედ საკუთარ თავზეც და იმაზე, რომ იმსახურებენ ამ ყველაფერს.
და მაქვს ასეთი თეორია, რომ თუ ვიღაცას უყურებ, ძალიან უცნაურია, რომ ადამიანი სრულიად იდეალურია და მე ძალიან სერიოზულ დანაშაულს ჩადის. ჩვეულებრივ უფრო სავარაუდოა, რომ არსებობდა მტკიცებულებების ნამცეცები, რომ ეს ადამიანი ზუსტად იდეალური არისო. და როცა ესეთი ტიპის ადამიანები ონლაინში მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, შეუძლიათ თუ არა როგორ და რა გზებით შეუძლიათ ქალების დაზიანება, როგორ მოსწონთ ეს და როგორ სიამოვნებთ, როცა სხვებს ეს არ მოსწონთ და მსგავსი რაღაცები. ხაზი იმაში თუ სად მთავრდება ეს, როგორც სახალისო სექსუალური საუბარი და იწყება ის, რაც შეიძლება ზუსტად არ იყოს ქალის გამოცდილება. ანუ შეიძლება გენიოსი არ ვარ, მაგრამ მგონია რომ რაღაც შეიძლება მართვა იყოს ამაში. გახსოვდეს, ისინი დააკავეს 10-ობით შესაძლო სექსუალურად შეუფერებელი ქცევის გამო. ანუ 10-ობით ბრალდება. მგონი ზუსტი რიცხვი 52-ია შეიძლება. ზუსტად არ ვიცი, ამასაც მალე წავეკითხავთ. მაგრამ ეს ის რაღაცებია, რასაც ისინი ინტერნეტში ავრცელებდნენ და სწორედ ამიტომაც არიან ისინი სადაო ფიგურები. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ უყვართ ისინი. კიდევ ერთხელ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ხალებთან შეუფერებლად იქცეოდნენ. მათ უყვართ იმის მოყოლაც, თუ როგორ ამუშავებდნენ გოგონებს სექსუალურ საქმიანობაში. მე მხოლოდ ფულის შოუნისკენ ვიყავი მიმართული. მთელი ჩემი ცხოვრება სექსს ვიყენებდი როგორც იარაღს, რომ ქალებს შეყვარებოდი და მემორჩილებინა ისინი, ჩემთან ეცხოვრათ და ფული მოეტანათ ჩემთვის. ეს მინდოდა. ასე რომ ამ ხრივ მე სუტენიორი ვიყავი. კიკბოქსერი რო ხარ, ხედავ თუ ასე თავისუფლად ლაპარაკობ ამაზე ინტერნეტში, დიდი შანსია რომ საეჭვო ადამიანი იყო. ხო? Playboy, Sutenior. ამ წოდებებით ჯერჯერობით მაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი ფულის უმეტესობა ბრძოლაში არ მიშოვია. ჩემი ფული სინამდვილეში პიმპობის საქმეში ვიშოვა. პიმპობის საქმეში მე სუტენიორი ვარ. კარგი, ის ერთ-ერთი იმ იდიოსთაგანია ინტერნეტში, ვინც უბრალოდ უნდა აჩვენოს, რამდენად მაგრები და მნიშვნელოვანები არიან. ხო, შეიძლება. მაგრამ ასევე როცა შენს წინააღმდეგ გამდენი ბრალდება, რაღაც მომენტში შეიძლება მართლა იყოს ვინმე, ვისაც ეს არ მოეწონა. იქ სადღაც იყო გოგო, რომელსაც არ მოეწონა, რომ შეაყვარა თავი. რათა შემდეგ მისი გამოყენებით ინტერნეტში შეუფერებელი კონტენტი გადაკეთებინა და ბევრი ფული გეშოვა. ეხლა თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებ, შეიძლება ამაზეც მივიდეთ. ის თვითონაც აძლევს სტრატეგიას, სადაც ამბობს, დარწმუნდი, რომ მათ პასპორტს წაართმევ, რომ ვეღარასდროს წავიდნენ. ის დეტალურად ახდარს, როგორ ფიქრობს, რომ კაცებს შეუძლიათ ქალების ბოროდად გამოყენება. გულწრფელად რომ თქვა, ეს მართლაც შოკის მომგვრელია, არა? და მხოლოდ ესეთი კონტენტის გამო ვიფიქრებდი, რომ ვიღაცას ოდესმე მაინც დააკავოდნენ ისინი. ეხლა მე არ ვამტკიცებ, რომ იურიდიული ექსპერტი ვარ. ამაზე ბევრი იურიდიული ექსპერტი საუბრობს. ვიცი, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა იმაში, რომ ფიქრობდე ვიღაცა დამნაშავეა და იმ რეალურ მტკიცებულებებს შორის, რაც სასამართლოში უნდა წარადგინო, რომ დააკავონ. მაგრამ ვიტყოდი, რომ ის ფაქტი, რომ ხალხი ამ საქმეს თავრობის პერსპექტივიდან უყურებს და ამბობს, კი, ეხლა უკვე ქალების ისტორიებიც გვაქვს, რომლებიც ამბობენ, რომ ქცევები შეუსაბამო იყო, ანუ თქვენ არ გეშლებათ. თქვენ არაფერს იგონებთ უბრალოდ, ეს ნამდვილად ასეა. გარჩება თუ არა ის ციხეში, თუ მას გამოუვა თავისი ონლაინ მისია და მოახერხებს საზოგადოებრივი ზეწოლის მოხდენას, რომ ამერიკამ არ გააგზავნოს ის დიდ ბრიტანეთში, რაც სწორედ მისი მიზანია. არ ვიცი. მაგრამ მოდი მის ექს ცოტა გადავხედოთ, რადგან ეს ჩემთვის მართლა საინტერესოა, ხო ასეა? მას აქვს მიმაგრებული პოსტი თუ რატომ დააკავეს. აქ ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაეცა დიდი ბრიტანეთი. მეგობრული შეხსენება ყველასთვის. სახლში დიდი ბრიტანეთის მთავრობას ქალები არ აინტერესებს. უბრალოდ შეგახსენებ ყველას, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთმა დააკავა ის და დააკავეს ამერიკული საფუძვლებით. და ეხლა ამერიკას უნდა დაუშვას Andrew Tate-ის გაშვება დიდ ბრიტანეთში, რაც შეიძლება მისთვის გადამრჩენი აღმოჩნდეს. ჩვენ ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ Andrew Tate-ისგან სკანდალს გააკეთებს და ეს თვითონაც კარგად იცის. ამიტომაც არის საზოგადოებრივი ზეწოლა ამ ყველაფრის შესაჩერებლად. ეს აძლევს საშუალებას grooming ჯგუფებს 10 წლეულების განმავლობაში თავისუფლად გადაბირონ მსხვერპლები. მათ არ აინტერესებთ, არც კი იძიებენ ამას, არც კი შეხედავენ. მათ გახსნეს საზღვრები და ქვეყანაში უშვებენ მილიონობით სამხედრო ასაკის მამაკაცს, ღმერთმა იცის საიდან არიან პასპორტების გარეშე. არავინ იცის მათი კრიმინალური წარსული საეჭვო ქვეყნებიდან. ის ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცდილობენ ჩემზე საქმე შეკრან, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არ აინტერესებთ. ამაში მას ვეთანხმები. არ ფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას საერთოდ აინტერესებს ბავშვების ექსპლუატაცია, განსაკუთრებით როცა საქმე რასიზმს ეხება. მათ უყვართ ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც საზოგადოებაში ქულებს მოუტანს. და მათთვის Andrew Tate-ის დაპატიმრება უზარმაზარი გამარჯვება იქნებოდა. უბრალოდ ასე მოხდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამაში სიმართლეა, ასევე სიმართლეა ისიც, რომ Andrew Tate ძალიან ცუდი ადამიანია და შესაძლოა მართლაც უნდა დააპატიმრონ იმის გამო, რაც გაუკეთებია. ეხლა ბოლო 4 წლის განმავლობაში მე თვითონაც რაღაც ფორმით დაპატიმრებული ვიყავი. მე 40 წელია თავისუფლება არ მიგწვნია და არც ერთი დანაშაულისთვის არ ყოფილი ვარ მსჯავრდებული. პროცესი თავად არის სასჯელი, ხომ ასეა? ასე რომ ის ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ მთელი დღე კამერაში წინ და უკან დავდივართ ერთად. ასე ნათლად მას წლები არ მომისმენია. ის აქ არის იმ დღიდან, რაც ჩამოვედი და მამა მეუბნება, რომ არასდროს დავნებდე. ახალი სისხლის სამართლის საქმე, დიდი ბრიტანეთი ისევ დაეცა. ინგლისი პირდაპირ თვალწინ იშლება. დიდი ბრიტანეთში გვაქვს ყველა პრობლემა, რაც კი საზოგადოებას შეიძლება შეხვდეს. ხო ესეა. ასე რომ ის განუწყვეტლივ ლაპარაკობს იმაზე, როგორც ცდილობენ ჩემ წინააღმდეგ საქმის შეკვრას. და ლიზალი ელოდება, რომ ვიღაც სწორად მოიქცევა, მაგრამ ეს არასდროს ხდება. 1000ობით წერილი მივიღეთ დიდი ბრიტანეთიდან.
ამბობენ, რომ ჩვენ გმირები ვართ, რომ ყველას უყვარვართ და რომ დიდ ბრიტანეთში არავინ ენდობა მთავრობას. ასევე კითხულობენ, რატომ ექცევა აშასეთში ასე. ნეტავ პასუხი მქონდეს. აქ ის გამოხავს ორი სხვადასხვა ადვოკატი, რობერტ ბარნსი და ვივა, რომლებიც მსჯელობენ, შეიძლება თუ არა მისი დაპატიმრება. სინამდვილეში მაინტერესებს რა სიტყვიან ისინი. უცებ სრულიად მოულოდნელად იწყებს პოლიტიკაზე საუბარს. დაახლოებით 1 წელი, წელიწად ნახევარი და მართლაც იძენს ენერგიას, რადგან აქვს კრეატიული გზა, რომ ხალხი მას და მის გზავნილს მხარს უჭერს. და შემდეგ სრულიად მოულოდნელად მასზე სისხლის სამახლის დევნას იწყებს რუმინეთის მთავრობა. ხლავაც შეთქმულების თეორიები, კითხვები და დებატები. იმაზე ეს არის თუ არა დადგმული საქმე, თუ არა მე-11 დღეა. ეს არის სადამჟელო განყოფილება იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კამერელებს კლავს. კარგი, ასე რომ შევწდი. ის იქ 20 დღე არ ყოფილა, ის იქ თითქმის 11 დღეა. და აქ ის ამტკიცებს, რომ სპეციალურ განყოფილებაშია მოთავსებული. და აშკარად გროკ ამბობს, რომ ეს საკანი არ გამოიყენება მხოლოდ სასჯელის სახით მათთვის, ვინც თავის კამერელებს კლავს ტერორისტებისთვის ან ფსიქოპათებისთვის. მეტობა პატიმრების ადმინისტრაციულ პატიმრობაშია უსაფრთხოების და დაცვის მიზეზებით. ის იქ იმყოფება გაუპატიურების, ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებებით. და აქაც ისევ ან თვითონ ის, ან მისი გუნდი მუდმივად აქვეყნებს და აქვეყნებს, რატომ დამაკავეს. ისინი ყველა იმ პრობლემას ასახელებენ, რაც ხდება. ჩემს სექციაში ბევრად ნაკლები სასჯელახსრუობის ოფიცერია, ვიდრე პირველად რომ ჩამიყვანეს სპეციალური განთავსების ბლოკში. ან ძალიან უცნაურად ჩუმა და მე არასდროს მოვიკლავ თავს. ჩემი 10 თრიანი პატიმრობიდან მხოლოდ 3 ჯერ ნახე ეზო. 7 დღის განმავლობაში 24 საათი ჩემს საკანში ჩაკეტილი ვიყავი. რა უფლებები აქვთ ამერიკის მოქალაქეებს? სისტემას ძულვარ, რადგან ვისაც ძალაუფლება აქვს, მხოლოდ ტყუილისთვის იყენებს მას. აუთენტურობას აფრთხედ ითვლება, რადგან ჩემი გავლენა მოდის იმით, რომ მილიონობით ახალგაზრდა კაცს ვამაგრებ თელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ძულვარ მათ. რამდენი ეპსტეინის მეგობარი დააკავეს 15-მა ამერიკავმა მარშალმა იარაღის მუქარით. გამომიგზავნეთ ელფოსტა აქ ციხეში ამ მისამართზე. ის განუწყვეტლივ ცდილობს რაღაცის შექმნას. და მგონია იმ იმედით აკეთებს ამას, რომ გაათავისუფლებენ. ნახავთ როგორ განვითარდება ეს ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ, ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. არ ვიცით მართლაც იურიდიული პროცედურების შესახებ რაც საჭიროა მისი დასაკავებლად და რა მოხდება შემდეგ. მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით, თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ინტერნეტში ამაყატყობა როგორ მოსწონს უკანონო ქმედებები, ერთ დღეს ეს შეიძლება თქვენვე დაგიბრუნდეთ. და გარდა ამისა, თუ აპირებთ მთავრობის ნტრებად იქცეთ, ისინი შეიძლება ეცადონ იპოვონ რაიმე, რაც ფეხს აგაცდაინებთ. ეს უბრალოდ სამყაროს რეალობაა. მთავრობა კარგია, მე ასე არ ვფიქრობ. ენდრიუ ტეიტი კარგია, ჩემთვის აშკარაა, რომ არა. შესაძლებელია ეს ყველაფერი ინსცენირება იყოს კი. შესაძლებელია, რომ ბევრი მტკიცებულებაც არსებობს და ეს ბოლოს და ბოლოს ბრიტანეთის მთავრობაა, რომელიც რეალურად ცდილობს ქალების დაცვას. კი, ეს შესაძლებელია. ამას მალე ვერ გავიგებთ. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ენდრიუ ტეიტისა და თრისტენ ტეიტის ისტორია. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.